სოციალური საწარმოს იდეა გაჩნდა ბავშვების აქტიური ჩართულობით. ბავშვები დაინტერესებული იყვნენ სხვადასხვა პროფესიების შესწავლით და შემდეგ სკოლის დამთავრების შემდეგ მათ უჭირდათ გადაწყვეტილების გაკეთება თუ რომელ პროფესიას აირჩევდნენ. სწორედ ამიტომ სკოლაშივე გადავწყვიტეთ ერთობლივად, რომ ჩართულიყავით ისეთ პროექტში, რომელიც პროფესიული უნარების განვითარებას შეუწყობდა ხელს. პროექტის აქტივობების დაგეგმვისას და უშუალოდ განაცხადის გაკეთებისას, ასევე შემდეგ თეორიული მასალის გაცნობისასაც მათ ტრენინგები გაიარეს უშუალოდ სკოლაში უკვე და ასევე პრაქტიკულად შეისწავლეს ჭრაკერვა. თავიდან მივიღეთ თეორიული განათლება, ორკვირიანი ტრენინგებს დავესწარით და შემდეგ დაიწყო პრაქტიკული სამუშაოები, სადაც მივიღეთ განათლება თუ როგორ შეგვიძლია შევკეროთ ესა და ის ნივთი, შევქმნათ სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ნივთები და ასე შემდეგ. მე ძალიან მიხარია, რადგან გაკვეთილების შემდეგ შემიძლია შემოვიდე ამ ოთახში და ჩემს მეგობრებთან ერთად გავატარო დრო და შევქმნათ სხვადასხვა ლამაზი ნივთები. ჩვენ ვაპირებთ, რომ მოვაწყოთ გამოფენა გაყიდვა სკოლაში და სხვადასხვა ადამიანებს შეუძლიათ დაათვალიერონ ჩვენი ლამაზი ნივთები და შეისყიდონ ასევე ის. დავამაგრებთ ასე. გავაკეთეთ ძალიან ბევრი ნამუშევარი, მათ შორის არის ეს წინსაფარი და ეს ბანტი რაც მიკეთია. და კიდე უკვე ერთ თვეზე მეტი რაც ამ ყველაფერს ვაკეთებთ და გვინდა რომ უფრო მეტი რაღაც გავაკეთოთ, რომ მე ამ ჩვენ ნამუშევრებს გავყიდით. რაც დიზაინერების ჯგუფს შევუერთდი, ამან მომცა ძალიან ბევრი ცოდნა და ასევე მეგობრებით შევიძინე და მივხვდი, რომ ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება თითოეული წვრილმანისგან გააკეთოთ, თუნდაც ჩვენ ლოგოსაც უწერია, რომ ხელოვნება წვრილმანებშია და ძალიან ბევრი პატარა წვრილმანისგან შეიძლება ბევრი რაღაც გააკეთო. ესე იკეთება და შიგნით არის ძალიან ლამაზი. აბა შენ. ძალიან ლამაზია. თან ორივე ფერი მოხდა.